მემორიალების განახლებამდე და მათ შეფასებამდე საზოგადოება წელს არსებულ მემორიალურ ქვებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ 9 აპრილის ტრაგედიის დეტალები გაიხსენა. იყო შეფასებებიც. 26 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს ბათუმში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალური ქვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც 1999 წლის მოვლენების მონაწილე იყო, დღეს ტრაგედიის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა. კარგად მახსოვს ის პერიპეტიები და ის განცდები, რასაც მაშინ განვიცდით და მაშინ ჩვენ თითოეული დაღუპულის საფლავზე მივედით და პატივი მივაგეთ და ხოლო 91 წელში ბათუმში გრანდიოზული მიტინგი ჩატარდა. იმ მიტინგის მონაწილე ვარ, ერთ-ერთი წამყვანიც გახდით, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ. ეს არის ერთიანობის, ერის უძლეველობის, გვერდით დგომის სიმბოლო პირველად. ალბათ უახლეს ისტორიაში გულისხმობ ქართველებმა ერთმანეთს გამოუხატეს თანადგომა. რაცა უნდა დრო გავიდეს 9 აპრილი ისტორიაში შესულია და მას ყოველთვის დიდ პატივს მიაგებს ქართველი ერი. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა მეტწილად სწორედ 9 აპრილის დაღუპულთა დამსახურებაცა. 21 გმირს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს პარლამენტის შენობასთან დაიღუპა, პატივი დღეს ქობულეთშიც მიაგეს. მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი კი დღეს მემორიალთან მამა დანიელმა გადაიხადა. ახალგაზრდები, როდესაც ვიყავი და ამ აქციებში მონაწილეობდი, სულ იმედი გქონდა მომავლისთვის სწრაფვის. ჩვენმა ახალგაზრდობამ, ასე ვთქვათ, გვინდა რომ მაქსიმალურად არ უნდა დაავიწყდეს ის ახალგაზრდების, ის მოქალაქეების, ქართველი ხალხი, ვინც თავის შეწირა სამშობლოს. თითოეული ჩვენთაგანის ვალი არის, რომ მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ და ამ გვირების სახელები არა მხოლოდ ამ თაობას, არამედ შემდეგ თაობებსაც გადავცეთ, რომ თუ ვინ იყვნენ ისინი და რა გააკეთეს მათ სამშობლოს წინაშე. 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკა იყო წარმოდგენილი ხელვაჩაუში. მემორიალი აქ ყვავილებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს. სწორედაც 9 აპრილმა იმ დაღუპულმა სისხლმა, იმ ახალგაზრდების, იმ ადამიანების დაღუპულმა სისხლმა გაუკეთა კონსოლიდაცია ერს. მისცა მიზანი დამოუკიდებლობისაკენ. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებული არის შეუერთდეს 9 აპრილის მოვლენებს, რადგან ეს ადამიანები დაიღუპეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქედაში დეკანოზმა სვიმონ ჯავახიშვილმა გადაიხადა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები 9 აპრილის ხეივანში შეიკრიბნენ. 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში 1999 წლის 9 აპრილს დატრიალდა ტრაგედიამ, რამაც იმსხვერპლა 21 ადამიანის სიცოცხლე. 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს სვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. 99 წლის 9 აპრილის დღე იყო, რომელმაც დასაბამების საბოროტების იმპერიის კრებას და საქართველოს თავისუფლების დასაბამს დაუდო საფუძველი. ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს იმ 21 ახალგაზრდის ხსოვნას. ყოველთვის მივაგებთ პატივს. ტრადიცია არც შუახევში დარღვეულა. გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალურ დაფასთან დღეს სანთლები დაანთეს. ეს ერთის მხრივ იყო ტრაგედია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მეორეს მხრივ ეს იყო დღე, როდესაც ქართველი ერი, ყველა თაობის ერი და ბერი გაერთიანდა. 9 აპრილი არის ქართველი ერის ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე, როცა ქართველმა ერმა გააკეთა უდიდესი განაცხადი საბჭოთა კავშირის დაშლისა და მისი შემადგენლობიდან გამოსვლისათვის. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხულოში, სადაც დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოქალაქეებმა პატივი მივაგეთ 9 აპრილის დაღუპულ გმირებს. მოისმენიეთ მათი სულები. ის ადამიანები იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ძლიერი საქართველოსთვის. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ ის, რომ მათი იდეა რაც იყო და არის ვისაც იბრძოლეს და მიაღწიეს, რომ უფრო გავამყაროთ. 26 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. ამ ადამიანების თავგანწირვა არის შესანარჩუნებელი, გასაძლიერებელი და ამ ადამიანების ოცნება არის ასახთენი. უნებრივია ეს ყველა ქართველს კარგად უნდა გვესმოდეს. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. მივაღეთ იმ ადამიანებს, ვინც იმდროინდელმა ხელისუფლებამ 26 წლის წინ ფაქტიურად რუსეთის დავალებით და იმდროინდელი საბჭოთა კავშირის
სახელმწიფოს დავალებით ხალხი ლაფატკებით გათელის. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს აჭარის უზენაესი საბჭოს იმდროინდელი მოწვევის დეპუტატი ნუგზარ ჩხაიძე მიიჩნევს, რომ 9 აპრილს გლოვის დღის დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში, არის 1991 წლის 9 აპრილი და ამ დღით ცნობს ჩვენ დღეს მთელი მსოფლიო, გაერო და მთელი ცივილიზებული სამყარო. და ამიტომ ნუ გამოვაცხადებთ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ დღეს გლოვის დღეთ, ეს არის გამარჯვების და ზეიმის დღე. 9 აპრილი ბათუმსა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნა.